შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა ენერგოპროექტმა ევროკავშირისგან PMI, ანუ იგივე საერთო ინტერესის პროექტის სტატუსი მიიღო. Რამდენად დააჩქარებს პროცედურებს აღნიშნული სიახლე და რას მოუტანს წყალქვეშა კაბელი საქართველოს. დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო, გამარჯობა. ევროკავშირის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის PMI სტატუსის მინიჭებას ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებენ. მათი განმარტებით საერთო ინტერესის პროექტის სტატუსი არაერთ შეღავათს ითვალისწინებს, მათ შორის დაჩქარებულ ადმინისტრაციულ პროცედურებს, სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმსა და ევროკავშირისგან დაფინანსების მიღების შესაძლებლობასაც. ამასთან ზრდის ინვესტორთა მხრიდან ნდობას. თავდაპირველი გათვლებით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებისთვის საჭირო იყო 2,8 მილიარდი евро, თუმცა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დასაბუთების შემდეგ გამოიკვეთა, რომ დამატებითი გარემოებებია და ამჟამად საუბარია იმაზე, რომ ეს პროექტი 3,2 მილიარდი евро უნდა დაჯდეს. შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ პროცესში საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობაც. ფინანსური თვალსაზრისით ეს პროექტი ვაღიაროთ, რომ მიმზიდველი როგორც ესეთი არ არის, იმიტომ რომ ძალიან დიდი თანხა ჯდება მისი სრულყოფილება, თუ ასე შეგვიძლია შევაფასოთ. მაგრამ მას იმდენად ბევრი სარგებელი მოაქვს, როგორც რეგიონისთვის, ასევე მსოფლიოსთვის, ევროპისთვის და ჩვენი ქვეყნების კავკასიის რეგიონისთვის, რომ მან ეს სტატუსი მიიღო თავისი შინაარსიდან და დატვირთვიდან გამომდინარე. ინვესტორებს რაც შეეხება, ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ ეს გარანტია არის გარკვეულწილად მათთვის, რომ მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგია საქართველოში გარანტირებულად გაიყიდება და გაიყიდება მათთვის მნიშვნელოვნად და საინტერესო ფასად. ამიტომ ინვესტორებისთვის კიდევ ერთი დამატებითი ეგრეთ წოდებული წამახალისებელი მექანიზმია, თუ რატომ უნდა ჩადონ ამ ქვეყანაში ფული ენერგეტიკის განვითარების PMI სტატუსის მინიჭება საქართველოს ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია, იმიტომ რომ ფაქტობრივად ამით აღიარება მოიპოვა როგორც პროექტმა და დიდი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურამ. ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მარტო ტექნიკურად, არამედ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისითაც. რაც შეეხება ზოგადად განახლებადი ენერგიის სექტორს, ჩვენთვის როგორც კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანია ამ პროექტის განვითარება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირდაპირ გულისხმობს მეტი გენერაციის ობიექტის მშენებლობას საქართველოში. დამატებით სანდოობის კუთხით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და FDI-ის მიმართ სანდოობა და დაინტერესება უფრო გაიზრდება, რაც პირდაპირ გულისხმობს იმას, რომ მასშტაბური პროექტების განხორციელება კომერციულ ნაწილში უფრო მარტივად მოხდება. ამ დროისთვის შავი ზღვის ფსკერის შესწავლა მიმდინარეობს. პროცესის დასრულების შემდეგ კი პროექტი განვითარების შემდგომ ეტაპზე გადავა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით საქართველოს შესაძლებლობა უჩნდება ელექტროენერგიის საექსპორტო ბაზრები გააფართოვოს, თუ ახლა ექსპორტი მხოლოდ თურქეთსა და მცირე მოცულობებით სომხეთში არის შესაძლებელი. პროექტის დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება უკვე ევროპისთვის იქნება შესაძლებელი, თუმცა მანამდე, როგორც სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სისტემამ წარმატებით განახორციელოს ქსელის მოდერნიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესი. პირველ რიგში ქსელის მოდერნიზაციის ნაწილში აღსანიშნავია, რომ გადამცემი ელექტროსისტემა თვითონ ჩართული არის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, გადამცემი ქსელის განვითარების ნაწილში, ქვესადგურების განვითარების ნაწილში. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ორი გამანაწილებელი და მიმწოდებელი ლიცენზიადი, რომელიც არის თელასითელნიკო და ენერგოპრო და FTC მიწოდება, ისინი აქტიურად აპირებენ სემეკის მანდატის ქვეშ ინვესტიციების განხორციელებას ქსელის განვითარებისთვის, რომელიც ჩვენ ნაწილში, როგორც კერძო სექტორისთვის მეტი გენერაციის ობიექტის აშენების და ეგრეთ წოდებული გატარების, ელექტროენერგიის გატარების საშუალებას მოგცემს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს კაბელი არა მხოლოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით, არამედ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რეგიონის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ მოგცემს შანსს იმისას, რომ საქართველოში ვაწარმოოთ ელექტროენერგია და მოვახდინოთ მისი ექსპორტი, როგორც აქამდე ვაკეთებდით, არა მხოლოდ თქვა თურქეთში, სომხეთსა ან თუნდაც აზერბაიჯანში, არამედ უკვე ევროპაში, სადაც ამ პროდუქტის, მოდით ასე შევხედოთ, პროდუქტის ფასი დაახლოებით 3-4 ჯერ მაინც უფრო დიდია და ეს ქვეყანას მოუტანს ბუნებრივია დოვლაც. მე შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა პროექტზე მუშაობა საქართველოს ინიციატივით დაიწყო და როგორც ნავარაუდევია, პროექტი 2032 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამ პროცესში საქართველოსთან ერთად ჩართულია რუმინეთი, უნგრეთი და აზერბაიჯანი.
მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დეტალებზე.